Საკადასახადო შეღავათები მთავრობის განსაზღვრული ჩარჩოთი ქართული ოცნება ინოვაციურ სტარტაპებს, ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნეს და კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევ კომპანიებს 10 წლით საკადასახადო შეღავათებს პირდება. იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაჟღერდა, კანონპროექტად იქცა და განსახილველად პარლამენტსაც წარედგინა. ცვლილებების მიხედვით ინოვაციური სტარტაპების მიერ გაცემული ხელფასი პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. მეოთხე წლიდან კი 3 წლის განმავლობაში 5%-ით, შემდეგ კი 10%-ით დაიბეგრება. თავად ტექნოლოგიური დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტორის განვითარებისთვის საკადასახადო შეღავათები მნიშვნელოვანია, თუმცა კითხვები აქვს თავად იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობა კომპანიებს ინოვაციურ სტარტაპებად მიიჩნევს. ნუცა შუბაშვილი ესაუბრა დარგის წარმომადგენლებს და დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა, როგორია პირველი შეფასებები? ინოვაციური სტარტაპები, ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესი და კვლევების და განვითარების მომსახურების გაწევი კომპანიები. ეს სწორედ ის სეგმენტია, რომელსაც საკადასახადო შეღავათები უნდა გავრცელდეს მთავრობის მიერ შემუშავებული ინოვაციების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად ინოვაციური სტარტაპის მიერ გაცემული ხელფასი პირველი 3 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმო სტატუსის მქონე პირებისთვის მოგების გადასახადით დასაბეჭდი თანხა შემცირდება მის მიერ გაწეული კვლევისა და განვითარების ხარჯების სამაგიოდენობით, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის კი ხელფასები დაიბეგრება 5%-იანი განაკვეთით და მოგების გადასახადით 5% იქნება. მთავრობის გათვლებით, საკადასახადო შეღავათები შესაძლებელს გახდის სტარტაპების რაოდენობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 700-დან 2000-მდე გაიზარდოს. ამასთან მთავრობა ვარაუდობს, რომ ხელფასებზე საშემოსავლო გადასახადის საშეღავათო რეჟიმით სარგებლობის შემთხვევაში დაიზოგება სტარტაპების ჯამური ბიუჯეტის 12%, უოლხოვეს 5 წელში კი ბიუჯეტს სამივე სეგმენტისთვის საკადასახადო შეღავათები დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაუჯდება. როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციაში აცხადებენ, მსგავსი საკადასახადო შეღავათები დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ასოციაციის შეფასებით სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან სხვა ტიპის კონტრიბუციაც სჭირდება, როგორიცაა თავად ფინანსურ რესურსზე წვდომა და სხვა ტიპის მხარდაჭერა. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს ირგვლივ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და მინდა გითხრათ, რომ უკვე რამოდენიმე ქვეყანაში გარკვეული საკადასახადო შეღავათები არსებობს და ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა ეს არის არა მხოლოდ საკადასახადო შეღავათები, არამედ კომპლექსური ღონისძიებების ჯამი, რომელიც გულისხმობს ხელშეწყობას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოღვაწე კომპანიებისთვის, არა მხოლოდ საკადასახადო ნაწილში, არამედ ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ნაწილში და ასევე სამუშაო გარემოს, შრომის რესურსების და ძირითადად საშუალებებით ხარდაჭერის ნაწილშიც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კომპლექსური მიდგომის შემთხვევაში ამ ტიპის შეღავათები გამოიღებს აუცილებლად სასარგებლო შედეგებს, მაგრამ საჭიროებს უფრო მეტ დაზუსტებას გადასახადით სარგებლობის ტექნიკურ დეტალებში.